მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ კავკასიური სახლის YouTube არხს და ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ ჩვენი ტრადიცია. უკვე მესამედ ჩვენ სპეციალურ ინტერვიუს ვწერთ მსოფლიოს კლიმატის კონფერენციის საკითხთან დაკავშირებით. ჩარშანაც და შარშანწინაც ჩვენ საუბარი გქონდა ეგრეთ წოდებულ COP-ზე, როგორც უწოდებენ ხოლმე, აი ამ მსოფლიოს კლიმატის კონფერენციას, რომელსაც გაერო აორგანიზებს ხოლმე და ეს არის კონფერენცია, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესი და მსხვილი ინდუსტრიები და დიდ კონფერენციაზე განიხილავენ იმას, თუ რა უნდა გააკეთოს სამყარომ, ცალკეულმა ხელისუფლებებმა, კერძო სექტორმა იმისთვის, რომ მსოფლიოში აი ამ კლიმატის ცვლილების შედეგად ბოტანილი უბედურებები შევამსუბუქოთ ან საერთოდ ავიცილოთ ისინი თავიდან. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს ყოველწლიური ღონისძიება და ვიყენებთ ხოლმე შესაძლებლობას ჩვენ, როდესაც ეს კონფერენციებია ხოლმე ჩანიშნული, რომ ვისაუბროთ მის დღის წესრიგზეც, მაგრამ ამავდროულად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ სად დგას საქართველო, როგორ რეაგირებს საქართველო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და რა მიზნები აქვს ჩვენს ქვეყანას მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით და რას აკეთებს ამ მწვანე ეკონომიკის დასანერგად და განსახორციელებლად ჩვენს რეალობაში. და ტრადიცია გულისხმობს ასევე იმასაც, რომ ამ კლიმატის ინტერვიუს სტუმარი ხოლმე ჩვენთან ყოველთვის არის კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, მწვანე ეკონომისტი, როგორც მოკლედ უწოდებთ ხოლმე ჩვენ აქ ჩვენს წრეში, ბატონი დავით ადეიშვილი. და სანამ ბატონ დავითს მე პირველ შეკითხვას დავუსვამდე, გეტყვით რომ წლეულს შარშანეს კონფერენცია ბაქოში ჩატარდა, კლიმატის მსოფლიო კონფერენცია შარშანწინ კაიროში, წელს კლიმატის კონფერენციის მასპინძელი არის ქალაქი ბელემი, ეს არის ბრაზილიაში, ფედერალურ შტატ პარას დედაქალაქი, მდებარეობს ამაზონის დელტაში, ანუ უშუალოდ იმ რეგიონში და იმ ადგილას, სადაც კლიმატის ცვლილება ყველაზე მკაფიოდ იჩენს ხოლმე თავს და შეახსენებს თავის დამანგრეველ შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობასაც და მთელს მსოფლიოსაც. სპეციალური დადგენილებაც კი მიიღო ბრაზილიის ეროვნულმა კონგრესმა და ბელემი დროებით აი ამ კლიმატის კონფერენციის გამართვის პერიოდში გამოაცხადა ქვეყნის დედაქალაქად. სხვათა შორის საშინელი ქალაქი არის ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, როგორც წერენ ამას დასავლურ პრესაში, აქ დეფიციტი საცხოვრებელი ადგილებისა, შიდა ტრანსპორტისა, კომუნალური მომსახურეობისა, მაგრამ მაინც ბრაზილიელებმა იქ გადაწყვიტეს ამ კონფერენციის ჩატარება და იმიტომ რომ აქტუალობა იმ რეგიონის, ამაზონის რეგიონის შეეხსენებინათ მთელი მსოფლიოსთვის და ლოგოზეც კი აი ამ COP30-ის ლოგოზე, ესა 30-ე შეხვედრა გამოტანილი არის არა ბელემის სახელი მხოლოდ, არამედ რეგიონისაც, რომ ამაზონიაში ტარდება ეს ღონისძიება. და მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ახლა ბატონ დავითს უშუალოდ პირველი კითხვით მივმართოთ და მოდით წინაპირობებზე ვისაუბროთ ბატონო დავით. აი დღეს რა ვითარება არის შექმნილი მთელს მსოფლიოში კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით და რა საკითხები არის ყველაზე აქტუალური, რომელსაც ეს კონფერენცია განიხილავს. აი შეგვიძლია რამდენიმე მონაცემი დავასახელოთ, ხო? აი მაგალითად ემისიონს ჯეფ რეპორტი, აი ეს მონაცემი არის, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკაში 2010 წლისთვის
ესე იგი ტემპერატურა დედამიწაზე გაიზრდება 2.3-დან 2.5 ცელსიუს გრადუსამდე და ეს ზრდა უამრავ კატასტროფას და ცვლილებას გამოიწვევს და ძალიან ასე ვთქვათ შორს არის ეს მაჩვენებელი იმ შეთანხმებული წილისგან 1.5%-ისგან 1.5 გრადუსისგან, რაზეც პარიზში მოილაპარაკებს სოფლიო ლიდერებმა. მაგალითად ერთ-ერთი მაჩვენებელი კიდევ შეგვიძლია მოვიყვანოთ თქვათ გერმანიიდან, რომ 1980-დან 2024 წლამდე აი ამ კლიმატის ცვლილებების შედეგად გამოწვეული კატასტროფების მიერ მოყენებული ხარჯი 210 მილიარდ ევროს აღწევს ხოლმე. მოკლედ, ძიმე მდგომარეობაა ბევრი აი ესეთი მაჩვენებლის თვალსაზრისით და მოდით დაგვიხასიათეთ ეს მდგომარეობა და წინაპირობები, რაც COP30-ს წინ უძღვის. კითხვა არის ძალიან რთული, მრავალმხრივი, კომპლექსური, მაგრამ შევეცდები ძირითადი მომენტები მაინც აი ამ კითხვის პასუხად მოგახსენოთ. ესე იგი, მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დედამიწაზე ამ ინდუსტრიალიზაციის, ანთროპოლოგიური და ეკონომიკური აქტივობის შედეგად ჰაერის ტემპერატურა იმატებს, რასაც მოგეხსენებათ მოყვება სხვადასხვა სახის ცვლილებები, შეუქცევადი ცვლილებები, რაც იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს და ასე შემდეგ. და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ადამიანური საქმიანობების შედეგად დედამიწაზე გამოყოფილი CO2-ის, ანუ ნახშირორჟანგისა და მისი მსგავსი აირების შედეგად იქმნება ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტი, რაც ტემპერატურას წევს მაღლა და ეს შედეგად იწვევს აი ამ კატასტროფებს. ამიტომ მთავარი ამოცანა მსოფლიოსი არის ის, რომ უნდა შევაჩეროთ აი ამ CO2-ის ემისიების გამოყოფა, რაც არის ურთულესი ამოცანა. დაწყებული ენერგეტიკიდან დამთავრებული აი ყოფით ცხოვრების წესის ჩათვლით მოქმედებს აი ამ ემისიებზე, რაც უნდა იქნას შეჩერებული. აი სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ეს კონფერენცია და წინა 29 კონფერენცია, რომლებიც როგორც მოგახსენათ ბატონმა ლევანმა წინა გაიმართა ბაქოში, იმის წინა კიდევ კაიროში იყო, დუბაიში იყო, პირველი ბერლინში იყო სხვათა შორის და სულ უფრო მატულობს დასწრების რიცხვი, თუმცა წლევანდელი დასწრება დელეგატებისა უფრო მეტია ვიდრე ბაქოში, მაგრამ ნაკლებია ვიდრე დუბაიში. დუბაიში იყო 80,000 დელეგატი დაფიქსირებული, ეხლა არის 56,000 რაღაც ცოტა მეტი და რა თქმა უნდა ეს არის ნომერ პირველი ამოცანა პლანეტისათვის. თუმცა აფერკრთალებს ამ შეხვედრას, მხარეების ამ შეხვედრას, როგორც ოფიციალურად ქვია ამას, Conference of Parties და რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ არის გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო კონფერენციის ფარგლებში იმართება ეს კონფერენცია ესე იგი უდიდეს ყურადღებას იმსახურებს სხვადასხვა მხრიდან დაწყებული მთავრობებით, დამთავრებული არასამთავრობო ორგანიზაციებით, ლოკალური ჯგუფებით, მათ შორის მაგალითად სარწმუნოების წარმომადგენლების, რელიგიური წარმომადგენლობის მხრიდან და ასე შემდეგ. თუმცა წელს იქნება
განსაკუთრებით წინ წამოწეული ადგილობრივი მოსახლეობის როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. აი დღეს წავიკითხე ინფორმაცია, რომ შეხლა შემოხლა იყო ადგილობრივებსა და მილიციას შორის, რომლებიც მოდიოდნენ აი ამ კონფერენციაზე დასასწრებად, აპროტესტებდნენ ზოგადად პოლიტიკას, რომ ჩვენი მიწა არ იყიდება, რომ ჩვენ ფულს ვერ შევჭამთ, ფული არ არის მთავარი და ასე შემდეგ ესეთი ლოზუნგები ჰქონდათ ამ ადგილობრივ თემებს. 20% შემცირდა ბოლო რამდენიმე ათეულ წელიწადში მგონი ამაზონის ტყეების საერთო ფართობი. და ეს ხდება როგორც კომერციული, ასე ვთქვათ, მიზეზებით, კაუჩუკის მოპოვება და ასე შემდეგ, რასაც აკეთებენ, ასევე კლიმატის ცვლილების შედეგებით, რომ ხანძრებმა მოიმატა და ასე შემდეგ და ეგ იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, როგორც მეც ამიკითხავს, ხო, ეს ტყე არის, რა ვიცი, იდენტობის ნაწილი. მათი რელიგიური თუ კულტურული წარმოდგენების და ყოფის ნაწილი, მათი ჰაბიტატია, ეს ყველაფერი იქ ცხოვრობენ, ამ ტყესთან ურთიერთობაში ვითარდებიან და ყალიბდებიან და ნელ-ნელა ეს ტყე შაგრენის ტყავივით პატარავდება და მოაქზიანი არა მხოლოდ ადგილობრივი აბორიგენული მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწის. მთელი დედამიწის ფილტვებად ითვლება საერთოდ ეს ამაზონის ტყეები, ტროპიკული ტყეები და არა აქვს სამწუხაროდ არა ეს ლოკალური პრობლემა არ არის, ეს არის გლობალური პრობლემა და იმიტომ ხაზგასმით იქნება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, აი ტყეების ზოგადად შენარჩუნების საკითხი მსოფლიოში, რომლებიც არიან აი ამ CO2-ის ბუნებრივი შთანთქმელები და მათი განვითარება, ანუ ტყეების მოულაპატრონობა და გაშენება და აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მე ვიტყოდი მსოფლიოსათვის რა, რომ ეს კლიმატური ცვლილებები არ იყოს კატასტროფული. ანუ თქვენ ახლა გამოყავით ზოგადი ამოცანაც, რაც ამ კონფერენციებს აქვს, რომელიც დაკავშირებულია აი ამ 1.5 გრადუსიან ზრდასთან, ინდუსტრიალიზამდელ ეპოქასთან შედარებით, მაგრამ აი ახლა უკვე ნელ-ნელა მივადექით თვითონ აი ამ COP30-ის დღის წესრიგის მთავარ საკითხებისაც. ერთ-ერთი ეს ტყეები დაასახელეთ, რაც ბრაზილიის მთავრობის მთავარი და გამჭოლი ინიციატივა იქნება ამ კონფერენციაზე. აი კიდევ რა თემებია წამყვანი ამ თავყრილობაზე? ბრაზილიის მთავრობა ახსენეთ, უნდა აუცილებლად ვთქვათ, რომ კონფერენცია გახსნა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ, რომელიც ძალიან კრიტიკული იყო იმათ მიმართ, ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ კლიმატურ ცვლილებებს და პირველ რიგში ეს ტრამპს ეხება, რასაკვირველია, ის მიანიშნა, რომ აი ის ხალხი, ვინც არა მეცნიერულად, არა აკადემიურად უყურებს ამ საკითხს, არის გასაკითხი და ნუ ეს უნდა დამთავრდეს ბოლოს და ბოლოს. ნუ ის არ ვიცი ვახსენეთ თუ არა, რომ აი ამ შეხვედრებზე ერთი დელეგატიც კი არ ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ყველაზე დიდი დამბინძურებელი მსოფლიოში, ჩინეთის მერი. ჩინეთი ისტორიულად ყველაზე დიდია, ჩინეთმა ეხლა მგონი გადაუსწრო. და ჩინეთი სხვათა შორის უკვე ამ ემისიებს აღარ ზრდის და ძალიან აქტიური ის არის რა თქმა უნდა და შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს. ესე იგი ჩინეთის ამერიკის შეერთებული შტატის და ინდოეთის ლიდერები არ ყოფილად ამ კონფერენციაზე და ესეც მიანიშნებს, რომ ეს საკითხი ზოგიერთებისთვის არ არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც კრიტიკას იწვევს, რასაკვირველია. რატომ არ მონაწილეობს, რადგან თქვენ ახსენეთ, მოდით ეს თემა ცოტა გავშალოთ, ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია ამ კონფერენციაში, რა არის მათი მთავარი სათქმელი? აი რა თქვა,
ტრამპმა ძალიან კრიტიკის საგანია მისი ეს გამონათქვამი, რომ ეს კლიმატური ცვლილება თითქოს არის ყველა დროის ყველაზე უფრო დიდი თაღლითური საქმე. ესე უწოდა ამ მოვლენას ზოგადად და ის საერთოდ არ წყალობს ამ რის გამოც ძალიან შეფერხდა ეს პროცესი. მან გააუქმა მთელი რიგი კლიმატური ცვლილებების პროექტები. სხვათა შორის დღეს წავიკითხე, რომ ლოს-ანჯელესის გუბერნატორი არის ჩასული ამ კონფერენციაზე და მანაც ძალიან მწვავედ გააკრიტიკა ეს ამერიკის შეერთებული შტატების ეს ოფიციალური პოლიტიკა ტრამპი კონკრეტულად. კალიფორნიის გუბერნატორზე ამბობთ, ხო, ეს ნიუსომი, რომელიც შეიძლება იყოს მთავარი ოპონენტი ტრამპისა არა რესპუბლიკური პარტიისა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს. დემოკრატების ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი არის. საინტერესოა, ასევე საინტერესოა ისიც, რომ ნიუ-იორკის ახალი მერიც კლიმატურ ცვლილებების მხარდაჭერ პოლიტიკას მხარს უჭერს. ანუ რო შევაჯამოთ აი ამ კონფერენციის შუქზე ჩვენ გვყავს ორი ტიპის ლიდერები. თქვათ აქეთ მხარეს შეიძლება მოვიაზროთ ჩვენ ლულა და სილვა, შრომის პარტიის ლიდერი, მემარცხენე, ბრაზილიელი, ამაზონის ჯუნგლებს რო კარგად იცნობს და თავად ხვდება, როგორ იცვლება კლიმატი და ამ კლიმატის ცვლილებას რა გავლენა აქვს ადამიანებზე. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ გალბატონი მარინა სილვაც, რომელიც ადრე მწვანეთა პარტიის ლიდერი იყო და 20% აქვს არჩევნებზე აღებული. დღეს იგი გარემოს დაცვის მინისტრი არის ბრაზილიის და ასევე უძველესი აქტივისტი ბრაზილიის მწვანეთა მოძრაობისა. ანუ ერთ მხარეს გვყავს ეს ლიდერები, რომლებიც მეცნიერებაზე დაფუძნებით, ამ კვლევებზე დაფუძნებით საუბრობენ კლიმატის ცვლილებებზე და მის დამაგრებელ შედეგებზე და ცდილობენ გლობალურ მობილიზებას. აი ამ საერთო მიზნების მისაღწევად და მეორეს მხრივ, როგორც თქვენ ახსენეთ, ყავს ეს ეგრეთ წოდებული კონსერვატორი თუ პოპულისტი ლიდერები, ტრამპის და სხვების ჩათვლით, მათ შორის შეგვიძლია ევროპელი კოლეგებიც ვახსენოთ ტრამპისა, თქვათ AfD გერმანიაში, რომლებიც ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება სუხდებოდა დედამიწის ისტორიაში, აწიც მოხდება, მას არაფერი განსაკუთრებული შედეგები არ მოაქვს და ერთადერთი ამოცანა ამ კლიმატის ცვლილების თაღლითობისა თუ ყალთაბანთობისა არის ის, რომ შეაჩერონ ეკონომიკური ზრდა, შეაჩერონ მსხვილი კორპორაციების მუშაობა, მათი მოგება და გამორთონ ის მოტორი, რომელზეც დგანან ინდუსტრიული ერები. ხო, აი ამ დიქოტომიაში, რო გავამარტივოთ საკითხი, მიმდინარეობს უკვე მე რამდენე თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ევროპა ითვლება ერთ-ერთ ლიდერად ამ პოლიტიკის განხორციელებისა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნებიც, ევროკავშირი ზოგადად თავისი ამ საერთაშორისო პოლიტიკით, ამ მიმართულებით და ძალიან უპასუხისმგებლო არის ეს მიდგომები, რომლებსაც ზედაც თქვენ ლაპარაკობდით, ახლა ეს სრულიად არა მეცნიერული, სრულიად არა რეალისტურია და ეს მსჯელობები, ეს მიდგომები არის ნაკარნახევი ვიწრო ეკონომიკური და ვიწრო ინტერესთა ჯგუფების მიერ, რომლებსაც აწყობთ აი ეს გამალებული ზრდა, სხვაზე რო არაფერი ვთქვათ, რომელიც არ არის მთელი მოსახლეობის საკეთილდღეოდ და მხოლოდ აი ამ გაბატონებული კლასების მისწრაფებებს გამოხატავს. აკმაყოფილებს და ეს არ ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე. აი ეს ზოგადად ახლა ეს შორს წაგვიყვანს კაპიტალისტური წარმოების წესი კარნახობს აი ამ შეუჩერებელ ზრდას, რომელზედაც შეგვიძლია კიდე ცალკე ვისაუბროთ ეკონომიკურ ნაწილში.
და მოკლედ აი ეს მიდგომები არის რაც შეეხება დღის წესრიგზე ძალიან დიდი დავა არის ხოლმე სწორედ გახსნის დღესვე კონფერენციაზე რომ რა საკითხები შევიდეს მოგეხსენებათ 2 კვირა გრძელდება ეს კონფერენცია ყველა საკითხის განხილვა ძალიან ძნელი 100-მდე შეთანხმებას უნდა შეეცადონ რომ კონსენსუსის წესით მიიღონ რაც ძალიან რთულია მე გრძელდება ხოლმე ეს შეთანხმებებზე ესე იგი დებატები და ასე შემდეგ ეს მოიცავს სრულიად სხვადასხვა საკითხებს მაგალითად მექანიზმებს ეკონომიკურ მექანიზმებს როგორ შეჩერდეს ეს ემისიები როგორ და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის ის რომ პასუხისმგებელი ამ ემისიებზე განვითარებული ქვეყნები ვალდებული არიან დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზიანდებიან აი ამ გლობალური კლიმატის ცვლილებების შედეგად. და ამის სპეციალური ფონდი არის შესაქმნელი, რომელიც თავდაპირველად $100 მილიარდ გულისხმობდა ერთ წელიწადში ყოველწლიურად 35 წლიდან 2035 წლიდან, თუმცა შემდეგ ეს გაიზარდა 300 მილიარდამდე ბაქოში ამაზე შეთანხმდნენ და არის მეორე რომ ეს 300 მილიარდიც არის ძალიან მცირე და არასაკმარისი და ლაპარაკი არის ახლა ტრილიონ 300 მილიარდ დოლარზე ყოველწლიურად რომ იქნეს მობილიზებული რათა დაფინანსდეს ის აუცილებელი ღონისძიებები რაც ამ კლიმატურ ცვლილებებს შეარბილებს მოკლედ აგრეთვე არის დაზიანების ფონდის საკითხი ესე იგი აი ამ კლიმატური ცვლილებების შედეგად რა ზიანსაც იღებენ ქვეყნები განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ოკეანის ქვეყნები, ოკეანეთის მცირე ქვეყნები, რომლებიც აი ამ ტაიფუნების, სიცხის და ასე შემდეგ იქ რა თქმა უნდა მოსავლის ამბებზეა მოსავლის შემცერება და შიმშილის საფრთხეებია და ასე შემდეგ ეს ფონდები ამისთვის იქმნება რომ ამას წინააღმდეგეს და მოკლედ აი ეს საკითხები როგორც მოგახსენეთ 100-მდე ასეთი საკითხია რომელზედაც უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული აი ეს ასეთი საკითხებია დღის წესრიგში რომლებზედაც ლაპარაკი იყო ნუ ძალიან აქტიურად დაიწყო 10 წლის წინ პარიზის შეთანხმების შედეგად და აი ეს პროცესი გრძელდება. ამიტომ ამ საკითხების იგნორირება აი ამ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის კატასტროფული. ამან შეანელა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებიც, მათი ესეთი გლობალური თუ ნაციონალური პროექტების მხარდაჭერა და ასე შემდეგ ეს იმედია მალე შეიცვლება ეს ვითარება წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ველოდეთ სწორედ ამ დიდ კატასტროფებს. ბატონ დავით, ცოტა ისიც შემოვიტანოთ ტერმინები, რომ დამკვიდრდეს ეგებ ჩვენ სივრცეში. აი რომ განგვიმარტოთ, ხო, ერთ-ერთი მთავარი თემა რომელსაც განიხილავს აი ეს კლიმატის კონფერენცია, გახლავთ ეროვნული მიზნების ხელახალი ფორმულირება, კლიმატის ეროვნული მიზნების ხელახალი ფორმულირება. აი NDC-ის საკითხს ეხება ეს. აი რო განგვიმარტოთ, აი ყველა ქვეყანას აქვს თავისი კლიმატის ეროვნული მიზნები და ყველა 5 წელიწადში ერთხელ ხელახლა აყალიბებს ამას და რამდენად სრულდება ხოლმე ეს და რამდენად მუშაობს ეს საკითხი. ესე იგი ეროვნულად განსაზღვრული ხო კონტრიბუცია წვლილი აი ამ კლიმატურ ცვლილებების
შერბილებაში და ასევე ადაპტაციაში. ეს NDC-ის ესე ვთქვათ ანგარიშები იწერება, მერე კორექტირდება და ეს აქვს ყველა ქვეყანას. ნუ ჩვენ მაგალითად უნდა შევამციროთ 90-იან წლებთან შედარებით 30 წელს დაახლოებით 40%-ით. ეს ის წელია, როცა ჩვენ ყველაზე მეც ვაფრქვევდით, ასე ვთქვათ, გარემოში აი ამ სადგურის გაზებს, ის უნდა შემცირდეს 40%-ით და ამას აქვს განშლა სხვადასხვა მიმართულებებით, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ასე შემდეგ. ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ შემდეგ მწვანე ეკონომიკის ნაწილში, ასე ვთქვათ. მოკლედ ეს ვალდებულებები იქმნება ყოველწლიურად ამ ქვეყნების მიერ და სხვათა შორის გუშინ იყო წარდგენა იმ შემაჯამებელი ანგარიშისა, ესე იგი ამ გაეროს კონფერენციის შეფის მიერ, კლიმატური ცვლილებების შეფის მიერ და ნუ იქ არის ნათქვამი, რომ 19 წელთან შედარებით, 2019 წელთან შედარებით პროგნოზი კეთდება, რომ 35 წელს მხოლოდ 12%-ით შემცირდება ეს ემისიები. აი ესეთი პროგნოზია გაკეთებული, რაც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ 50 წელს კლიმატ ნეიტრალური გახდეს, ნეტო ნულოვანი ეგრეთ წოდებული გახდეს მსოფლიო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიც გაიფრქვევა ეს ემისიები იმდენივე შთაინთქას ან მოშორდეს, ამის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ეს რაც შეეხება კიდევ ჩვენ მკითხულობთ აი ამ პრესაში, მე გერმანულენოვან პრესაში ვეცნობი ხოლმე ძირითადად აი ამ ცნობებს, რომ ერთ-ერთი მიზანი იქნება, რომ არის 100 პუნქტი, 100 ინდიკატორი, რომლითაც ზომავენ კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას და მის მაჩვენებლებს და ამ კონფერენციის მიზანი იქნებაო აი ამ 100 პუნქტის თუ ინდიკატორის ხელახალი ფორმულირება და შეთანხმებაო. კი, ეს იყო თავიდან შემოთავაზებული, როგორც მე ვიცი, დაახლოებით 400 ასეთი ინდიკატორი და ის უნდა დავიდეს 100-ზე. ეს არის სხვადასხვა მიმართულებით ინდიკატორები, ახლა მე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იქნება აი ჩამოვთვალოთ რაც წერია აქ, ხო? და აი წარმოდგენა შეგვერქმნება, ხო? თქვათ ლოკალურ სივრცეებში და ადგილებზე ჯანმრთელობის მაჩვენებლები როგორია და ახასიათებლები, კლიმატთან ადაპტირებული ინფრასტრუქტურა როგორ არის მოწყობილი ამა თუ იმ სივრცეში, ესე იგი სასიცოცხლო პირობები, წყლით მომარაგება, ეკოსისტემების დაცვის სტრუქტურები და ასე შემდეგ. მსგავს კრიტერიუმებზია ლაპარაკი, ხო? და ინდიკატორებს. დიახ, ეს ნუ პირველ რიგში როგორც ვთქვით, მთავარი მაჩვენებელად ითვლება ემისიების სათბური გაზების გამოფრქვევის მაჩვენებლები, რომელიც ტონებში ითვლება. აი მაგალითად წეგან ვახსენეთ ჩინეთმა მიაღწია იმ დონეს, რომ აი ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი აღარ მატულობს აი ამ პოლიტიკების შედეგად. და ამის გარდა არის სხვადასხვა, რა თქმა უნდა, რაც ჩამოთვალეთ ის მაჩვენებელი, მაგრამ ამის გარდა არის მაგალითად ტყეები, როგორ მდგომარეობაშია, ხო, ის იზრდება, მცირდება, როგორ იცავენ ამ ტყეებს, როგორ ხდება მათი დაცვა, ასევე როგორი მდგომარეობა არის ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით,
როგორი არის წყლის რესურსების მდგომარეობა და ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრი პარამეტრია და მე იმის აი ესეთი პარამეტრები, რომლებიც აი ამ ადაპტაციას უწყობს ხელს. მაგალითად, როგორი ჯიშის მარცვლეული უნდა დაითესოს, რომ არ შემცირდეს რაოდენობა ზოგადად მოსავალი, რომ იგივე დონეზე და უფრო მეტი შენარჩუნდეს. ნუ ძალიან ფართო სპექტრია ამ მაჩვენებლებისა. ესე იგი, ჰაერი, წყალი, ტყე, ბიომრავალფეროვნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. აი ეს 17 მიზანი, რაც არის დასახული გაეროს მიერ მდგრადი განვითარების მიზნები, აი ამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ამათი ეს თითოეული აი ამ ინდიკატორებს გულისხმობს, რომელიც იზომება და რომლის მიხედვითაც მე ფასდება თუ ქვეყანა დაუშვათ რა დონეზე დგას. მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც აი ამ მიზნების შესრულების პროცესში რას აღწევს. მაგალითად, ენერგეტიკის მიმართულებით, როგორ არის დაკმაყოფილებული ღარიბები, როგორ ხელმისაწვდომია დაუშვათ ენერგეტიკული რესურსები, გათბობა, ელექტროენერგია და ასე შემდეგ. ეს ინდიკატორები ბევრია და აი ესე გამორჩევა და დაყვანაც ძალიან დიდი საქმე და შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გაკონტროლდება, ასე ვთქვათ, სიტუაცია. მოგეხსენებათ, რომ ორი ძირითადი მიმართულებით ხდება, ესე იგი პრევენცია. ერთი არის ადაპტაცია, ანუ შეგუება იმასთან, რაც არის და მეორე არის ესე იგი პრევენცია, მიტიგაცია ეგრეთ წოდებული გამოფრქვევების და აი ამ კლიმატზე მოქმედი ფაქტორების შერბილება. აი ეს ამ ინდიკატორებზეა საუბარი. ბატონ დავით, ერთი საკითხიც განვიხილეთ. ნუ მათ შორის ფინანსური საკითხებიც, ინდიკატორებიც. კი ბატონო, 400 ინდიკატორი იყო, ეხლა 100-ზე შეთანხმებიან და შეიქმნა მგონი ჩვენ მსმენელს წარმოდგენა თუ რამდენად მრავალფეროვან მაჩვენებლებთან და საზომებთან გვაქვს საქმე და რამდენად სერიოზული საკითხია ეს. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომელზეც პასუხი წინასწარ კი ვიცი, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან აი ამ პასუხის ინტერპრეტაცია. აი ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ომების ეპოქაში. და მიმდინარეობს აი ამდენი სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება განსაკუთრებით ჩვენს ირგვლივ. და ეს შეიარაღების საკითხები, ომის საკითხები იქცა სოფლიოს დღის წესრიგის მთავარ ნაწილად. და ეს ალბათ საშინელ დარტყმას აყენებს თვითონ აი ამ კლიმატის შესახებ მსჯელობებს, აი ამ საერთაშორისო კლიმატურ კონფერენციებს, მის აქტუალობას უკან წევს, ხო და უფრო ნაკლები ადამიანი ინტერესდება ამით. მეორეს მხრივ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ თვითონ ამ ომებს რა საშინელი შედეგები მოაქვს კლიმატისთვის, ხო და ზოგადად არა მარტო კლიმატისთვის, გარემოსთვის, აი არავის არ ულაპარაკია საქართველოში განსაკუთრებით, თქვათ უკრაინაში რა მდგომარეობაში არიან, თქვათ რა მდგომარეობაშია საერთოდ ეკოსისტემები. ნუ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შავი ზღვა როგორ დაბინძურდა. შავი ზღვა როგორ დაბინძურდა, ნიადაგები როგორ დაბინძურდა, იცით თქვენ რომ უკრაინა სავარგულები და ასე შემდეგ. თავარი მომარაგებელი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის იყო ყოველ შემთხვევაში მარცვლეული კულტურების თვალსაზრისით და ეს მიწის რესურსებით მოწინავე ქვეყანა იყო. თელ სოფლიოში. აი ამ ურთიერთმიმართებაზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა ბატონ დავით. ომები, მილიტარიზმი, შეიარაღება და ამის ფონზე რა ემართება კლიმატის საკითხების აქტუალობას, ან იმ ომებში კლიმატზე, კლიმატურ კომპონენტებზე, ან გარემოსდაცვითო კომპონენტებზე თუ საუბრობს საერთოდ ვინმე.
ხო, ამოგახსენოთ, ამ დიდი კონფერენციის პარალელურად ახლა მე თუ არ ვცდები, კანადაში მიდის დიდი შვიდეულის შეხვედრა, რომელიც მთავარი თემა იქნება სწორედ ეს ომის და მშვიდობის საკითხები. რასაკვირველია, ყურადღების გადატანა ხდება აი ამ ომის და მშვიდობის საკითხზე, სადაც უშუალოდ ხალხი იღუპება, ესე ნელ-ნელა კი არა. სხვადასხვა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ აი მხოლოდ ცხელი დღეების შედეგად ყოველწლიურად, როგორც ერთ-ერთი გამოკვლევაში ვნახე, 550,000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. როგორც თქვენ, წუთში ერთი ადამიანი იღუპება აი ამ მხოლოდ ცხელი დღეების გამო ნაადრევად იღუპება. ხო და ომი ყოველდღიურად აი ესე უაზროდ ხოცავს ხალხს. ამიტომ პირველ რიგში მშვიდობა არის საკითხი და ის მშვიდობა და ესეთი ზოგადი სამართლიანობა და ეს დიდ ძალისხმევას ყურადღებას საჭიროებს და სახსრების, რესურსების, ადამიანურის თუ მატერიალური რესურსების გადატანა ხდება იმაზე, რომ როგორმე ეს მშვიდობა დამყარდეს და მეორე პლანზე იწევს ეს კლიმატური ცვლილებები, რომლებიც მოიხსენებათ, და ისევ ეს კონსერვატორების მთავარი არგუმენტია ხოლმე, რომ რა დროს კლიმატზე ლაპარაკია, როცა აგერ ომებია და ასე შემდეგ და პრინციპში თავარი სათქმელი ეგ არის ჩვენი, ხო ბატონ დავით, რომ ეს ომები საშინელება ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად უნდა ჩავამატოთ ეს კლიმატის და გარემოს დაცვის საკითხები, იმიტომ რომ არავის აღარ ახსოვს და არავინ აღარ ომი ასე თუ ისე გაჩერდება, მაგრამ აი ეს კლიმატური ცვლილებებს თუ ეს თანმიმდევრული ყოველდღიური პოლიტიკა არ ახლავს თან, მაგას ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ყოველდღიური ზრუნვა არის საჭირო და ესეთი გრძელვადიანი დაბანდებები, ასე მარტივად რო ვთქვა, თორე სინამდვილეში ჩვენ თუ არ მოვახდინეთ მთელი მსოფლიო ეკონომიკის, ასე ვთქვათ, გამწვანება, მაშინ ამ საკითხს უბრალოდ გადაჭრა არ უწერია, შეუძლებელია და ეს სწორედ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ ახლა, აი ეკონომიკის გამწვანება ხდება. თუ ადრე ეს იყო რაღაც ისეთი რაღაც ფუტურისტული, იდეალისტური, ეგზოტიკური იდეები 30 წლის წინ, მაგალითად, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მწვანე ეკონომიკაზე, ახლა არის უბრალოდ იმპერატივი, ამის გარეშე ვერ მოხდება ეს ამ კლიმატური ცვლილებებისა და სხვა ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა. ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს აქეთკენ მიმართული. ამავე დროს ეს მწვანე ეკონომიკა მე გადავდივარ უკვე. კი ბატონო, უნდა გადავიდეთ. რა თქმა თუ შეიძლება თქვენის ნებართვით, ეს თუ არ მოხდა ეს ტრანსფორმაცია, როგორც ამობენ, ეს გადასვლა, შეუძლებელია რომ ეს პრობლემები ავიღოს და რა არის ეს მწვანე ეკონომიკა, აი ძალიან მარტივად რო განვმარტოთ, ეს არის პირველ რიგში ბაზარი, სადაც პროდუქტები და სერვისები არის მწვანე. რას ნიშნავს მწვანე? არის უსაფრთხო და ხარისხიანი. ანუ პროდუქტებში იგულისხმება არა მხოლოდ საკვები, რა თქმა ამავე დროს ითვლება ყოველდღიური მოხმარების საგნები, რომლებიც უნდა იყოს გარკვეულ ხარისხს უნდა აკმაყოფილებდეს, გარკვეულ პარამეტრებს, მაგალითად, აი ჩაიდანი, რომელიც ჩვენ ვყიდულობთ, უნდა იყოს ენერგოეფექტური და პროდუქტები, რომლებსაც ვიყენებთ, არა მავნებლური, არა რადიაციული, მაგალითად და ასე შემდეგ. შენობები, რომელთაც ვაშენებთ. სერვისები, მაგალითად, ტრანსპორტიც უნდა იყოს მწვანე და მდგრადი, რომ გარემოს არ მიადგეს ზიანი.
ეს პროდუქტებს რაც შეეხება მეორე მხრივ რესურსების გამოყენება უნდა იყოს ძალიან ეფექტიანი, მაქსიმალურად ეფექტიანი, რომ დაიზოგოს რესურსები. ჩვენ პლანეტა უკვე გაცდა მატერიალური რესურსების ზღვრულ მდგრად დონეს. აი ყოველწლიურად მოიხმარება უკვე 90 მილიონი ტონა მატერიალური რესურსი, რაც 50 როგორც ამბობენ 50 მილიონი არის გრადობის დონე ტონა. აი ენერგო და რესურს ეფექტურობა არის მეორე ნიშანი მწვანე ეკონომიკისა. აი თუ გახსოვთ თქვენ საბჭოთა პერიოდში იყო ლაპარაკი რომ ჩვენი ეკონომიკა არის ხარჯველობითი. ხარჯველობიდან უნდა გამოდეს ეკონომიკა должна быть экономной. იყო ასეთი ლოზუნგი. ანუ ეკონომიური უნდა იყოს რესურს მოხმარება, მათ შორის ყველაზე მთავარი ენერგო რესურსები. და მესამე მინიმალური ზიანი უნდა მიადგეს ჩვენი ქმედებების შედეგად გარემოს. გარემოზე ზემოქმედება უნდა იყოს მინიმალური. აი ეს სამი მიმართულება არის მწვანე ეკონომიკის დამახასიათებელი ნიშანი და აი ამისკენ უნდა ამ გარდაქმნისკენ უნდა ეს გარდაქმნა უნდა მოხდეს მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მოდით გავზომოთ ბატონო დავით მაგ მიმართულებებით, შევეცადოთ საქართველოს ეკონომიკა. აი მიუსადაგოთ ეგ სამი ინდიკატორი, რომელიც თქვენ გამოყავით თანამედროვე ქართულ სამეურნეო სისტემას. აი სამწუხაროდ ეს არის ეს ფასდება, რა თქმა უნდა რიცხობრივად და არც თუ სახარბიელო მდგომარეობა არის ამ თვალსაზრისით. და დავიწყოთ ელემენტარული საკვებით, რომლებიც სრულიად არა ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღია, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისევე იმპორტირებული საქონელი, რომლებსაც შემდეგ მოდევს ისეთი ფარული ხარჯები, როგორც არის ჯანმრთელობის ხარჯები. და ეს ჯანმრთელობის ხარჯები არის განუზომლად დიდი. მაგალითად, აი მხოლოდ ჰაერის დაბინძურებით საქართველოში ყოველწლიურად 3% ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია 3% მთლიანი ეროვნული პროდუქტისა იხარჯება მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შედეგად დაავადებებზე. და უშუალოდ აი ამ დაბინძურების შედეგად იღუპება დაახლოებით 4000-დან 5000 კაცამდე. ნაადრევად იღუპება. ეს არის კატასტროფული რიცხვები. აი კოვიდის დროს თქვენ რა გონიათ, რამდენი საშუალოდ 6-7 არ იყო. აი 3 წლის განმავლობაში სულ 16000 კაცი არის გარდაცვლილი კოვიდის შედეგად. და ჩვენ ყოველწლიურად 4-დან 5000-მდე კაცი გვეღუპება. აი რაც არის ძალიან დიდი. თუ სოფლიო გლობალური მაჩვენებელი არის 100000 კაცზე, მგონი 47 კაცი, ჩვენთან არის 130 კაცი დაღუპული აი ამ მხოლოდ ამის შედეგად. აი ახლა სხვა რამეზე არ ვამბობ, სიმსივნური დაავადებები ამ კვების შედეგად და ასე შემდეგ. ხო? ეს ერთი მიმართულება. მერე ეფექტურობის თვალსაზრისით ჩვენი ეკონომიკა არის მაინც ჩამორჩენილი ეკონომიკა ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ამიტომ რესურსიც მეტი იხარჯება, ენერგიაც მეტი იხარჯება იმ ნორმებთან შედარებით, რაც მოწინავე და თანამედროვეა. ეხლა რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი არასახარბიელო მდგომარეობაში გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით. აი იმ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მიმართულებით გინდა ეს ავიღოთ სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა,
და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ყველა მიმართულება მწვანე ეკონომიკის გარდაქმნის ობიექტები არიან. უნდა გარდაიქმნას თითოეული მათგანი აი ამ მდგრადობის კრიტერიუმების თვალსაზრისით და ეს არის მწვანე ეკონომიკის ესე იგი მიზანი, რომ ყველა ეს დარგი გახდეს გამწვანდეს მოკლედ რა. ასევე ემისიების თვალსაზრისით ჩვენი წვლილი აი ამ სოფლიო ემისიებში ძალიან მცირეა, ის 1%-იც არ არის 0 რაღაცას, მაგრამ აი ეს სოფლიო პოლიტიკა რაც ტარდება უკვე ჩვენ გვავალდებულებს აი ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი პროდუქტები, რომლებიც იწვევენ აი ამ ემისიებს. აი კერძოდ მაგალითად 26 წლიდან ჩვენ ვიქნებით ვალდებული გადავიხადოთ ევროპაში შეტანილი ყოველი ტონა სასუქის ექსპორტზე გარკვეული გადასახადი, რადგან ისინი აფრქვევენ აი ამ იმის რა ქვია აირებს, სადგურის აირებს. ასეთი არის მაგალითად ცემენტი, ასეთი არის ფოლადი, იმას მე პროდუქტებზე ვლაპარაკობ და ესეთია ეგრეთ წოდებული CBM ის ესე იგი საზღვარზე გადასახადია რა, ახლა აბრევიატურას უბრალოდ ვერ ვიხსენებ. ესე იგი აი ამ ექსპორტს რო აკეთებ ასეთი პროდუქტების შევალდებული ხარ გადაიხადო იმის დამიხედვით თუ რამდენი გამოაფრქვია შენ ეს CO2. ანუ ცალკე არსებობს ეს თქვათ პირდაპირ ეს კლიმატის გადასახადი ხოლმე, როდესაც საზღვარს ლახავ და შეგაკ ევროპა უკვე აღარ გიშვებს შენ პროდუქტს, რადგან თვითონ იხდის შიგაწარმოებული იგივე პროდუქტი. ხო, ამ გადასახადს იხდის ეგრეთ წოდებული ემისიებით ვაჭრობენ, რომ ნებართვა მიიღონ, რომ ეს პროდუქტი აწარმოონ. ესე იგი, იმდენი უნდა გადაიხადო, რამდენიც აწარმოე, ან რამდენიც ხო და იცავენ მოკლედ თავის ბაზარს და თავის წარმოებას. ხო, აი სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა, რომ ერთი მხრივ კონკურენციას ინარჩუნებენ, მეორე მხრივ იძულებულს ხდიან, რომ შეამცირო ესეთი ესე იგი ემისიები. და 2026 წლიდან მოკლედ ჩვენც რაც გვაქვს ჩვენი მათხოვრული საექსპორტო პროდუქცია, იმაზე მოგვიწევს დამატებით გადახდა. კატასტროფულად დიდი ჩვენი ეკონომიკისათვის, მაგრამ უკვე მიმანიშნებელია და ის კომპანიები ყოველ შემთხვევაში იგრძნობენ აი რუსთავის ქარხნები ზოგიერთი. ხო, მოკლედ აი ეს არის მწვანე ეკონომიკის ამისთვის ესე იგი სხვადასხვა საჭირო არის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციები, პრიორიტეტების გამოყოფა. აი მე ვთვლი რომ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რაც პრიორიტეტული უნდა იყოს პოლიტიკის თვალსაზრისით ამ მიმართულებით, ეს არის პირველ რიგში ჰაერის დაბინძურება და ტრანსპორტის შეცვლა, რადგან ტრანსპორტს უდიდესი წვლილი მიუძღვის, აი მაგალითად თბილისის ჰაერის დაბინძურების 90% ტრანსპორტზე მოდის. აი ეს ტრანსპორტის გარდაქმნა უნდა მოხდეს. პირველ რიგში ჰაერი არის ჰაერის გარეშე ადამიანი ერთი წუთითაც ვერ ძლებს, ხო? ეს არის უმნიშვნელოვანესი და რომელიც როგორც მოგახსენეთ, იწვევს ისეთ დაავადებებს, რომლებიც შემდეგ 3% შეადგენს მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შედეგად დაავადებების მკურნალობა და ზოგადად კლიმატური ცვლილებების შედეგად, აი კატასტროფების და ამის შედეგად დათვლილია, რომ 13-დან 35%-მდე ზარალი შეიძლება განიცადოს საქართველოს ეკონომიკამ. ჩვენ ძალიან მოწყვლადი
ქვეყანა ვართ ამ მიმართულებით და ამას ძალიან სერიოზული მიდგომები ჭირდება. ნუ კეთდება ფორმალურად რაიონების მიხედვითაც კი თუ როგორ უნდა მოხდეს აი ამ კლიმატური ცვლილებებისადმი შეგუება და ადაპტაცია რა ინვესტიციებია საჭირო გზებიდან დაწყებული რა ვიცი აი ამ ქარხნებით დამთავრებული აი ეს ყველაფერი არის მწვანე ეკონომიკის კვლევის საგანი მეორე მაგალითად მაინინგი ხო ეს წიაღისეულის მიმართულება და ამის მდგრადი მართვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მდინარეების და წყლის მომარაგების საკითხი დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან ზღვის სანაპირო ზოლს ასევე აი ეს მიმართულებები არის ძალიან პრიორიტეტული აი შეიძლება ამის შეიძლება კი არა ეს დაფიქსირდება ჩვენს მწვანე ზრდის სტრატეგიაში რომელიც ახლა მუშადება ეკონომიკის სამინისტროში მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით და ეს პრიორიტეტული მიმართულებები გამოიყოფა თუ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ეს იქნება ჩარჩო სტრატეგია რომელიც გააერთიანებს აი ამ ყველა მიმართულებას აი ამ დარგების მიხედვით ფიქრობთ რომ ეს 26 წელს უკვე მიღებული იქნება ეს სტრატეგია თავისი სამოქმედო გეგმით რომელიც ასევე უნდა აისახოს ბიუჯეტში ამის გამოიყოს შესაბამისი თანხები და უნდა გაიწეროს ესე იგი უწყებების მიხედვით შექმნილი ამის კომისია რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით და იმედია რომ არა მხოლოდ ქაღალდზე დარჩება ეს ყველაფერი რომელიც ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ქაღალდზე დარჩენილი სტრატეგიების აი როგორ თქვენ დღევანდელი პოსტი ძალიან შთამბეჭდავი იყო თუ თქვენ გააზიარეთ აი ტყეპარკთან დაკავშირებით რამხელა დაპირებები იყო და რა ვღებულობთ დღეს შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი კავკასიური სახლის გამგეობის საერთო წერილი რომლითაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ მივმართეთ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს რომელიც დღეს არავის აღარ ახსოვს ბატონი ბახტაძე თუ არ ვწდები რომელმაც თქვა რომ აი მწვანე ეკონომიკა ჩვენი პრიორიტეტია ჩაატარა შესაბამისი პრეზენტაციაც სადღაც ტაშისკარში თუ კავთისხევში მოიწვია ხალხი მაგრამ ის სტრატეგია გაქრა როგორც შარშანდელი თოვლი ხო და არავის აღარ ახსოვს მაშინვე ვაკრიტიკებდი ჩვენ რომ ნამდვილი გაგება ამ ცნების მიმართულების მათ არ ქონიათ სინამდვილეში. ბატონ დავით, თქვენ ისაუბრეთ აი ამ მწვანე ზრდის სტრატეგიაზე, ხო? აი კიდევ სხვა ინსტრუმენტები რა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, კი არა, სახელმწიფოზე აქვს საუბარი და მის ოფიციალურ სტრუქტურებს, რომლითაც ცდილობს, რომ აი ამ ეკონომიკის გამწვანებას შეუწყოს ხელი. თუ ეს მწვანე ზრდის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა იქნება ერთადერთი რაღაც საშუალება, რომლითაც ჩვენი ქვეყანა რეაგირებს აი ამ დიდ საერთაშორისო გლობალურ გამოწვევებს. არა, ხო, როგორც მოგახსენეთ, ეს იქნება ჩარჩო კონცეფცია, რომელიც ქვეშაც მე უნდა მოექცეს ყველა მიმართულება. აი მაგალითად ენერგეტიკა. ენერგეტიკა უნდა გახდეს მწვანე. ენერგეტიკა აღარ უნდა იყოს წიაღისეულ საწვავზე დამყარებული მთელ მსოფლიოში და მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის არის ეს ძალიან აქტუალური, რომელსაც საერთოდ არ აქვს ეს რესურსი. და დღეს ჩვენი ენერგეტიკის 80% სწორედ იმპორტირებულ აი წიაღისეულ საწვავზეა. აი მთელი ნავთობპროდუქტები, გაზი, ეს ხო წიაღისეულია და ეს ჩვენ არ გვაქვს ერთი მხრივ, მეორე მხრივ აზიანებს გარემოს. ხო, ეს უნდა გამწვანდეს. გამწვანდეს რის ხარჯზე? მდგრადი ეს ენერგეტიკის ხარჯზე. ხო, აი ჰესების საკითხი, სწორედ მნიშვნელოვანი საკითხია, სად უნდა აშენდეს ეს ჰესი, რამხელა უნდა იყოს, რა გავლენა ექნება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საერთოდ არ უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა მოხდეს იქ და იმდენად, რომელიც იქნება
მინიმალურად დამაზიანებელი. უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ქარის და მზის ენერგიები, გეოთერმული და სხვა ბიოსაწვავი უნდა შემოვიდეს და ასე შემდეგ. ეს არის ასევე კომპლექსური საკითხი და სხვათა შორის უკვე მიღებული არის ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ხორციელდება დღეს ენერგეტიკული პოლიტიკა. ოფიციალურად აი ამ დოკუმენტის საფუძველზეა. ეს არის ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, მწვანე დარგობრივი დოკუმენტი. თუმცა მას აქვს თავისი ნაკლობლანებები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, კორექტირდეს ყოველწლიურად და ასე შემდეგ. ასეთივე დოკუმენტები უნდა მოხდეს სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. მიწათსარგებლობა როგორი უნდა იყოს, ეროზია როგორ არ უნდა მოხდეს, როგორ არ უნდა დაბინძურდეს ნიადაგი, პესტიციდები და ასე შემდეგ. სოფლის მეურნეობის გარდა მრეწველობაში მოგახსენეთ, რომ ეს ემისიები უნდა შემცირდეს. ტრანსპორტზე ვილაპარაკეთ ჩვენ უკვე, ტურიზმი როგორი უნდა იყოს, ასევე მდგრადი და მწვანე და ასე შემდეგ ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ეკონომიკის გამწვანება, რომელიც არის ერთის მხრივ ყველაზე მოწინავე, ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ეკონომიური, ყველაზე ეფექტიანი, უნებელი და ხარისხიანი და მეორე მხრივ ამის აუცილებლობა არის ეს აღარ არის რაღაც მოდასაყოლა ან რაღაც იდეალიზმი თუ რომანტიზმი. მწვანე ეკონომიკაც ასე იყო 30 წლის წინ, როცა ჩვენ და ბატონ დავით, წინააღმდეგობა ეკონომიკურ დოქტრინას. წინააღმდეგობა არ ხდება, თქვა თვითონ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან აი ამ მწვანე სტრატეგიების განხორციელებას. ანუ რამდენად ღია არის ჩვენი სახელმწიფო, რომ მართლა ამ სტრატეგიებით იმუშაოს და რამდენად მზადყოფნა ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ მწვანე ხედვებს, სტრატეგიებს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ყავს, ჩვენს ქვეყანაში ხო ყავს და ყავს, იმიტომ რომ ეს საერთოდ არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად, მაგრამ მთელ მსოფლიოშიც ჩვენ დავასახელეთ ის კონსერვატიული ძალები, რომელთა აღმავლობის პერიოდია დღეს თანამედროვე სამყაროში და ყველა ცდილობს ამ მიზნების ჩაჩოჩებას და გვერდით გადაწევას და ამას იყენებენ თუ არა საქართველოშიც. ხო? თუ ესე ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რომ მივიღებთ ამ ჩვეულებრივ სტრატეგიას და მე არ შევასრულებთ და ეგ იქნება და ეგ. ნუ საბედნიეროდ ჩვენ ქონდა პერიოდი, სამწუხაროდ მე უკვე ვლაპარაკობ წარსულ დროში, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროპასთან. და იქ ავიღეთ ჩვენ ვალდებულება, რომ ნელ-ნელა ეს გარდაქმნები უნდა მომხდარიყო, ანუ გამწვანება. ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტებზე გვაქვს ხელი მოწერილი, მათ შორის აი 14 წელს აი ამ ასოცირების ხელშეკრულებით მწვანე ეკონომიკის პრინციპებით ის შემოხება და დანერგვა გვევალებოდა და ზოგადად აი ეს სტრატეგიები ყველაფერი ევროპული დახმარებების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით კეთდებოდა და კეთდება დღემდე. იქ ეს პრინციპები, როგორც მოგახსენეთ, უკვე არის სავალდებულო ამ პრინციპების ჩადება აი ამ სტრატეგიებში და პოლიტიკებში. და ასევეა აქედან გამომდინარე უკვე საქართველოს იძულებულია ჭყალებში, სინამდვილეში უნდა იყოს მოხარული, რომ ეს გარდაქმნები მოხდეს. მაგრამ წინააღმდეგობები არის, რა თქმა უნდა, იგივე ბიზნესის მხრიდან. აი ჰესები ახსენეთ თქვენ მაგალითად, ხო? ან დაუშვათ ნავთობპროდუქტების შემომტანების მხრიდან ისინი ესენი არ არიან, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ამ გარდაქმნებით, რომლებიც იგივე ხდება იმაშიდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ძალიან დიდი
ლობირება ხდება აი ამ წიაღისეული საწვავის მხრიდან მთავრობებზე, მათ შორის ტრამპზე. ეს წინააღმდეგობები არის მოკლედ, მაგრამ უფრო დიდი მიზნები არსებობს სახელმწიფო ინტერესები, არსებობს გლობალური ინტერესები და ეს ბოლოს და ბოლოს გადაილახება. ჩვენ ბევრს რომ ლაპარაკობთ მაგალითად ენერგოდამოუკიდებლობაზე, ხო? თუ ეს მწვანე გარდაქმნა არ მოხდა, განახლებადი ენერგიების გამოყენება ფართოდ თუ არ დაინერგა, რასაც ძალიან ბევრი მიმართულებების განვითარება ჭირდება. სხვანაირად ჩვენ ვერ ვიქნებით და მით უმეტეს ექსპორტიორი ვერ ვიქნებით ამ განახლებადი ენერგიების, რომლებიც აი მაგალითად მოგეხსენება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა ესა მწვანე ენერგიების ექსპორტს. ეგ ისეთი თემებია, რომელზეც ცალკე უნდა ვილაპარაკოთ. აი მაგალითად ენერგეტიკის ტრანზიციას, მწვანე ტრანზიციას შეიძლება ცალკე საუბარი მიუძღვეთ. იქ ძალიან ბევრი საკითხია, რომლებიც სადაოა, სამსჯელოა, გასარკვევია ბევრი რამე. ასევე სხვადასხვა დარგში, მაგალითად ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. მით უმეტეს, როცა შუა დერეფანის პრეტენზია გვაქვს და მობილურობის რომელმაც შეიძლება გვერდითაც აგვიაროს სამ დერეფანმა როგორც არის ამის და ზოგადად ასეთი პროექტების იმედი ზოგადად არ უნდა გქონდეს და ეს ცალმხრივი განვითარებები არ არის განვითარებები რა. ბატონ დავით, საკითხები ძალიან ბევრია. ჩაიხედეთ თქვენს დავთარში, რაიმე თემა ხო არ არის, რომელზეც კიდევ შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება. მე არა ვარ ისეთი კარგი კორესპონდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით. არა, მეც ღალატობს მეხსიერება. საკითხები ძალიან ბევრია, მაგალითად და იწერება ამის შესახებ მსოფლიო ლიტერატურაში წიგნები გამოდის, მაგალითად აი ამას წინათ მგონი გითხარით კიდევაც მე გახდით გერმანიაში ერთი ძალიან საინტერესო წიგნი წავიკითხე კიდევაც, რომელსაც ქვია ესე იგი ჯეისონ ჰეიკელი, ასეთი ავტორი არსებობს, რომელიც არის მიმდევარი ეგრეთ წოდებული დე-გროუს მიმართულებით, ანუ ზრდის შეჩერების დე-ზრდაზაცია შეიძლება პირობითად უწოდოთ ამ მიმართულებას. საშინლად ჟღერს ქართულად. დეზრდაზაცია საშინელება. დე-გროუს ეგრე ვთქვა. დე-გროუსი, ანუ შინარსი გასაგებია, რომ მუდმივი ზრდა და სწრაფვა რომ ის სტაგნაცია, შეჩერება, რა ვიცი, რომ ამის გარეშე შეუძლებელია აი ამ პრობლემების გადაჭრა. ეს საშინელი მოხმარება, მე წაღან გითხარით თუ რამდენი მატერიალური რესურსები მოიხმარება. ამის შეჩერება თუ არ მოხდა, ამის გადანაწილება მთელ მსოფლიოზე, რომელიც ძალიან არათანაბრად არის ამჯერად განაწილებული, აი ის განვითარებული ქვეყნები მოიხმარენ 5-ჯერ მეც ვიდრე ესე პირობითად რო ვთქვა, ვიდრე განვითარებადი ქვეყნები. აი ეს გადანაწილება თუ არ მოხდა, თუ ზომიერების კულტურა არ ჩამოყალიბდა, თუ ზრდა არ იქცა, ზრდის კულტი თუ არ შეირყა და თუ არ გაქარწყლდა, ამის გარშე შეუძლებელია ამ პრობლემების გადაჭრა. აი ჩვენ სინამდვილეში, აი ჩვენ ხშირად ევროპაში ზრდა აღარ არის, ევროპა აღარ იზრდება, ინფლაცია არის, ჩვენ კიდევ ვიზრდებით. აი როგორ ვიზრდებით, რა იზრდება? აი წეგან გითხარით ჩვენ რა ფარული ხარჯები აქვს იმ ზრდას, რომელიც ხდება დაუშვათ ჩვენი წიაღისეულის მოპოვების ხარჯზე. ვინ სარგებლობს ამით? ვინ არის მუდმივ ვად ჩაგრული ამ მიმართულებით? სხვადასხვა არსებობს ასეთი
ტერმინი just transition, ანუ ეს გარდასვლა სამართლიანი უნდა იყოს, ანუ ის ხალხი უნდა დასაქმდეს, რომლებიც მაღაროში იყო მაგალითად და მაღარო აღარ იქნება დაუშვათ. მოკლედ ეს ზრდის საკითხი, რომელიც პოლიტიკურად პირველ პლანზეა წამოსული, არც თუ ისე საამაყოა, კი არა, სულ არ არის საამაყო. ეკონომიკა არ ფასდება ერთი და რამდენიმე და მით უმეტეს ერთი კრიტერიუმით, რასაც ზრდა ქვია. იქ 1000 სხვა კრიტერიუმია, როგორც ადამიანის მდგომარეობა, ჯანმრთელობა არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ იმით, თუ რამდენი გრადუსი გაქვს ტემპერატურა და იქ სხვა 1000 პარამეტრია გასაზომი, რომ შენ ადამიანის ჯანმრთელობა დაასახელო, ისევია ეკონომიკაც. ბევრი ფარული კრიტერიუმია, რომელსაც ჩვენ არ ვაფასებთ, ვერ ვაფასებთ, არ ხედავთ, არ გვინდა რომ დავინახოთ და სინამდვილეში ესენი არსებობენ და აი ამ კომპლექსურად უნდა შევხედოთ მათ შორის ჩვენს ეკონომიკასაც, რომ სწორად შევაფასოთ, სწორად ჩამოვაყალიბოთ განვითარების პოლიტიკები. დიდი მადლობა, რომ ეს ავტორიც შეგვახსენეთ. ავტორები ბევრია და ეს თემა და ძალიან სხარტი სათაურით და აი მაგალითად მეორე წიგნი არის environnomics, ანუ გარემოს ეკონომიკა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად ტანსაცმელი რა გავლენას ახდენს ტანსაცმლის მოხმარების კულტურა და ტრენდი და ეს მოდები და ყოველწლიური ცვლა და სეზონზე რამდენიმე ცვლა და ეს რა გავლენას ახდენს გარემოზე, უდიდეს გავლენას ახდენს. ჩვენი კვების წესი რა გავლენას ახდენს, ხმარება იმის დაუშვათ ერთჯერადი ჭურჭლის მოხმარება რამხელა გავლენას ახდენს გარემოზე. მოკლედ საკითხების ძალიან დიდი სპექტრია, რომლებსაც ასეთ ერთ საუბარში თქვენმა საუბარმა გამახსენა არაჩვეულებრივი ქალი, აი გენიალური ქალი, მართლა ქალბატონი ვივიან ვესტვუდი, სოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და შორსჭრეტელი და ძალიან მაღალი რანგის სახე, ხო? და ის სწორედ ეს დიზაინერი, რომელიც ფულს აი ამ ტანსაცმლით შეულობდა მართლა და ხელოვნების რანგში ჰქონდა აყვანილი ეს სამოსი მისი დამზადება, მისი გავრცელება, სწორედ მაგას ქადაგებდა, რაც თქვენ თქვით, რომ არ შეიძლება სამოსი იყოს ძალიან ბევრი და ის ვაქციოთ ისეთ პროდუქციად, რომელიც ადამიანის ყოფას გააუარესებს, უამრავ ადამიანს საშინელი შრომითი პირობებით დაასაქმეს და ბუნებას და გარესამყაროს და რესურსებს დაზოგვის გარეშე გამოიყენებს. ასე რომ ეს არ არის მხოლოდ ეკონომისტების სათქმელი, ასე ვინც არის ინტელექტუალი, მათ შორის აი ამ მოდის სფეროშიც, ხო, როგორც იყო ქალბატონი ვივიან ვესტვუდი. ხო, ისინიც ჩვენ მხარეზე არიან და დგანან აი ამ მდგრადი განვითარების და აი ამ კლიმატის ცვლილების შერბილების პოზიციას. ერთს და შტრიხს რომ ტანსაცმელი ეს უპირველეს ყოვლისა ის არის მასალა, რომლითაც ტანსაცმელი მზადდება და ამას სჭირდება უდიდესი ფართობები, მაგალითად ბამბის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი გარემოსი, გამომფიტველი, მერე იქ შრომა როგორია და ასე შემდეგ. ეს ყველა ეს საკითხი მათ შორის დაუშვათ ხორცის მოხმარება, რამხელა ეკოლოგიურ ზეგავლენას ახდენს, ეს ცალკე თემა არის. ამას ქრისტიანობა არეგულირებს სხვათა შორის. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომაც აი ახლა წავიკითხე სწორედ აი ინტერრელიგიური შეხვედრა ცენტრი აი ამ კონფერენციასთან დაკავშირებით იქნება მომავალ თვეში იერუსალიმში და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რელიგიას რა მხარდაჭერა შეუძლია ამ გარემოს დაცვითი პოლიტიკების. ასე რომ ბევრი სფეროებია, ბატონო დავით, ჩამოწერეთ თქვენ სათაურები და
თუ გადავრჩით მომავალ წელს დავგეგმოთ მსჯელობები ამ საკითხებზე ცალკე ტანსაცმელზე, ცალკე ენერგეტიკაზე და ცალკე ინტერრელიგიურ მობილიზაციაზე კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით და საჩუქარი მინდა გადმოგცეთ ეს წიგნი ჯერ თქვენ არ გაქვთ კავკასიური სახლის ბოლო გამოცემა პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი ინგლისისა და საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან. დიდი წიგნი არ არის, ერთ დღეში იკითხება, მოგრძალებული ნაშრომია ზომის თვალსაზრისით, მაგრამ შინაარსით ძალიან საინტერესოა და აქ შეხვდებით ისეთ დიდ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ მარჯორი და ოლივერ ვორტროპები, როგორიც იყო დიდი ეპისკოპოსი გაბრიელი, მისი წვლილი ჩანს აქ და სხვა ამბროსი ხელაია და სხვაებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ეს ხიდები. უდიდესი მადლობა, მით უმეტეს რომ თემაც ჩემთვის ნაცნობია და ავტორსაც დიდი ხანია ვიცნობ. მაგრამ აი ინგლისის საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობებს არ იცნობთ და ასე ღრმად რა თქმა უნდა არ ვიცნობ, თუმცა მსმენია ამის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის ყველას, ვინც გვისმენდა და მოგვისმენს. დიდი მადლობა მეგობრებო და იმედი ვიქონიათ, რომ გვექნება ამ თემებზე მსჯელობების გაგრძელების შესაძლებლობა დროებით.